მოდის ალმებით ჭირბასო მეგობრებო. თაროს კუთხეების ჩემი გვერდი. რადიო კონსულტაციები არის სპეციალი. და ნახოთ ჩაფიქრებული. როგორ ენერგიებში სად არის გასაკეთებს. იმალება ან შენგან არის დამალული და ფარული. მე რო ვიტყვი რომ იდეალურად არის ურთიერთობა აშკარად ფიქსირდება, თუმცა გზაზე მეფიქსირდება, ან მომძილი არის თქვენ შორის. იცით, არ იცით, ეს არ ვიცი. როგორი ვარიანტია. აქ ურთიერთობები ნამდვილად ქონია ამ ადამიანს. მაგრამ ეს ურთიერთობა არის მაინც რო ბევრ მაიცის, ესე რო ვთქვათ, აი ხომ იციან რომ აი ეს ამასთან არის და ერთად არიან. მაგრამ ეს არ არის ოჯახი. თუმცა საზოგადოება მიცის ცნობილია, ხო? ასეთი რაღაც მეფიქსირდება აქ. ახალი ყავს. ну ცოტა, მოდი ასე გეტყვით. დამაკომპლექსეთ სიმართლე გითხრათ ბევრმა. იმიტომ რომ რაღაც გავიხუმრე, შენ რო ასე ხუმრობ ნინო რაღაცა მეორეჯერ მერე იყო რაღაცა სიტყვა გამოვიყენე, შენ რო ასე იმაშვები, კი ხალისობთ, მაგრამ ვიღაცას მერე რაღაც ისტორია მოვიტანე და ვაიმე ჩემზე ისაუბრეთ და იცით რა არის, თქვენ სანამ მოხვიდოდით, მე გაშლები მქონდა აქ. იქ მზარეულსაც ვახსენებდი, მეზღვაურსაც ვახსენებდი, ბიზნესმენსაც ვახსენებდი, ძლიერ ქალსაც ვახსენებდი, საშუალო ფენასაც ვახსენებდი, მილიცია, სამხედრო, ესეთ რაღაცებს, რავი, პილოტიც ვახსენე მახსოვს და ძალიან ესე რომ ვთქვათ, ვასახელებდი კონკრეტულად თუნდაც პროფესიას, თუნდაც შემდეგ სინამდვილეში ესე იგი მოისმინეთ რაღაც მოვიდა ახლა ხო ვიღაცა სინამდვილეში აღმოჩნდა ესეთი ზოგი თანამდებობი ზოგი ეს და როგორ არის იცით ეს ყველაფერი სინამდვილეში აღმოჩნდით და შემდეგ რომ მე მაგალითი მოვიტანე და მოვიყვანე მიიღეთ თქვენს თავზე კაი გეთ რა ხდება ხო და რა ვიცი აღარ გავშალო აღარ ჩავწერო კარგი ახლა რომ ვიღაცა სხვა ახალი დაფიქსირდა. ისეთი ვინც ან არ მახსოვხართ, ან არ ყოფილხართ მაშინ ჩემთან, ხო? ხო და როგორ რაღაც არის, იცით, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ ახლა მაგალითები, მე თქვენ კონკრეტულად არავის არ გასახელებთ კონფიდენციალურობა. ყველასი დაცულია ჩემთან. მაგალითის მოყვანა რომ მე ერთ-ერთში პირადად მეგობართან ახლო ადამიანთან მომიჭოს კონკრეტულად მასაც არ ვუსახელებ და ვეუბნები ვინ იყო ჩემთან მოსული ვინ არის იმიტომ რომ მაქსიმალურად დაცული არის კონფიდენციალურობა მე რაც მაგალითები მომყავს ეს არის დაახლოებით 20-25 წლის წინანდელი თემები და იმ თემებმა რომლებაც ჩაიარა და უშუალოდ აი მე რაც ვიცი ზუსტად 100%-ით. რაც შეეხება თქვენ თუ მოგერგოთ რომელიმე გაშლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენზე რომელიმეზე კონკრეტულად მე ვსაუბრობ, ან თქვენ მყავხართ მხედველობაში. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მე ჯერ ერთი მაქვს ესეთი საუბარი. ის გავიხუმრია, როგორ თქვი თუ როგორ რადაც თქვი, ეხლა თუ არის მისაღები არის, არ მინდა ამაზე აქცენტი. იმიტომ რომ მაკომპლექსებთ.
მინდა სხვანაირად მეც გავაკეთო და არ გამოვიდეს რაღაც თუნდაც ის გახუმრება ის, მაგრამ ახლა უფრო ის გამომდის, რომ საერთოდ აღარ ჩავწერო და დამანებეთ ხალხო თავი. მომშორდით ესეთებმა. აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ როგორ არის, იცი, უკვე გამოდის, რომ თქვენი ზეგავლენის ქვეშ უნდა მოვექცი, ან თქვენს გამო უნდა იმასქნა დავბრკოლდე და რაღაცა ყველა ბევრი ხარ, ბევრი ისტორია არის. ჩემგან თქვენ არსად არ დაგხვდებათ, რომ ეს ადამიანი ჩემთან იყოს. თქვენ კი იტყვით. ნუ ამასთან მიყავი კონსულტაციაზე. იმიტომ რომ ჩემთანაც გითქვიათ. ახლა ადამიანი თუ გკითხავს ვისთან იყავი რაღაც სხვა თემა, მაგრამ ისიც რო ამბობს ადამიანი. აი ამას და ამასთან და აი ამ და ამ ადამიანთან. ჩემთანაც მოსულ ხარ და გითქვიეთ და ცნობად სახეებს ცნობა ზოგი არაცნობადი მეუბნებით პირდაპირ არიქა ვიცნობ არ ვიცნობ მეგობრობ თუ რაღაცა ერთი ადამიანს ვიცნობდი რაღაცა ისე შორგარელე და რა ვიცი მე რაინა მიურბენიეთ ისეთი რომ ადამიანმა მეგობრობიდან წამშალა ну ეს უკვე მისი არაპროფესიონალიზმის თემა არის ვინც ასე იქცევით ტაროლოგები უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში იმიტომ რომ სხვის სიტყვაზე არაგენაცვალე. თქვენ უნდა გქონდეთ მაშინ წინასწარმეტყველი ხართ, ტაროლოგი ხართ, რაღაცა მაგის დანახვის ნახეთ, ეჭვის დონეზე არა კიდევ, ემოციურ ფონზე ეს არ უნდა გააკეთოთ. შენ ყოველთვის თავს ნუ იხრჩობ მე როცა ვლაპარაკობ. ეს უნდა გააკეთოს პროფესიონალურ და მშვიდად, რომ ნამდვილად ამადაც უნდაც გაშალეთ ტარო და თუ პროფესიონალი ხართ, მიხვდებით. მე თქვენგან რამე თუ ამბობ ან რაღაცას თუ ამბობ ან რა ვიცი თუ გაზარალებთ ეხლა თუ გაშლა არ რეზონინდა ვიღაცის ჩემთან ეგ სხვა თემა არის კიდევ ხო საერთოდ ვერ გაარტყა ადამიანმა ხა შვილი ყავს ადამიანი რომ ეტყვის მე რა ვიცი შვილები შვილებს გამო სასამართლო დავა და პროცესი გაქვსო და ახლა ეს თუ მიურბენია ვიღაცამ ენა თქვი ხო და არ არის ასე და რა ვთქვა კაცო ახლა ეს უკვე ჩემი მინუსი არ არის და პირიქით თუ როგორ არის იცით მე უფრო იმაში დავწუნდი რომ კი ადამიანმა იმიტომ წამშალა რა ვიცი შეიძლება რაღაცა ზუსტად მისი პროფესიონალიზმის თუ რაღაც არ ვიცი არ გამოჩნდეს ან ნუ შეიძლება არ ვიცი აღარ ვეძებ არ მაინტერესებს საერთოდ არ მაინტერესებს მე არავისთან არც ვდაქალობ არც მეგობრობ ქართველებთან რომ იცოდეთ და არა მაქვს ურთიერთობა საერთოდ. ასე რომ, ნუ მაკომპლექსებთ, ძალიან გადავუხვიე თემას. ხო, ეს ადამიანიც, ეს ჩაფიქრებული ადამიანიც თქვენგან რაღაც ესე გამოვიდა, რომ შორს არის, ბევრი ინფორმაცია არიცით რა აწუხებს. ნახეთ, რა ჭირდება, ზუსტად არიცით. გემალებად თითქოს. მაგრამ საქმე იმაშია რომ ამას ძალიან ბევრი არასწორი საქციელი, არასწორი აზროვნება, არასწორი მოქმედებები აქვს. გაუაზრებელი. აშკარად გზაზე არის, ხო, რაღაცა, რა ვიცი, მე მანძილია თქვენ შორის გიყვი. კი ბატონო, ღვთისწყალობა წარმატება აქვს, მაგრამ ძირითადი აქცენტი მასთან სიყვარული და გრძნობები კი არ არის, ფული არის, საბუთები არის, რაღაცა არის. თავისუფალი ურთიერთობა კი. მაგრამ თუ, რა ვიცი, თუ შეგვირდათ ერთად ვიქნებითო, ეს არ იქნება. ეს არის ტიპაჟი, შეიძლება ერთჯერადად რო გაივლის ქალთან და შეიძლება ესე უთხრა, რავი, შვილს თუ გინდა გაგიჩენ დანარჩენი უკვე. ახლა ესეთი ტიპაჟები ხომ არიან. რას გრძნობს თქვენს მიმართ? იცით რა მართალია ურთიერთობა პირდაპირ დაშლილ დანგრეული არის, მაგრამ რაღაც ესე რომ ვთქვათ, არ ფიქრობს თემა, ნამდვილად არა აქვს.
ძალიან ბევრ დეტალს შეიძლება იხსენებდეს. კონტაქტზე გამოსვლა უნდა. შორიდან ყოველ შემთხვევაში თქვენ შესახებ ნამდვილად იცის რა, როგორ და ასე შემდეგ. რო გითხრათ, რომ აი ოფიციალურად უნდა კონტაქტზე გამოსვლა, რა ვიცი, არა, იმიტომ რომ ან შეიძლება ეგ არის როგორ რაღაც იცით, გამოვიდეს, არ გამოვიდეს, რაღაც ესეთ პოზიციაზე არის. კარგი, რატომ არ გინდა კონტაქტზე გამოსვლა, მაშინ ეს გითხარი. არ გხედავთ მის ტოლად. ტოლი. ესე იგი, კონტაქტზე გამოსვლა რატომ არ უნდა და შეიძლება არ მიგიჩნევთ მეგობრად, შეიძლება არ მიაჩნიხართ შესაფერისად. ან უბრალოდ ძალიან მე არ ვამბობ, რომ ცუდი ხართ. მაგრამ ხომ არის სხვაობა ადამიანებს შორის. თუმცა მე აქ მგონია, რომ უფრო არის ეს დამოკიდებულება რაღაც არასწორი ვიქნები, აი ესე უფრო ფიქრობს ეს ადამიანი, არასწორი ვიქნები, რომ მე კონტაქტზე გავიდე, ამიტომ ვცდილობ, რომ აქნაოდ დაბალანსებული იყოს და მე მაინტერესებს, თქვენ რატო გითვალთვალებთ შორ და რატო გებულობთ ამ ინფორმაციებს თქვენზე? მოწონხართ. თქვენი სიძლიერე რაღაც მაინც აქვს, ხო? აქ შეიძლება არა ცუდად მოგექცათ, იმედი გაგიცრუათ რაღაცა იყო თქვენ შორის არის ის მომენტი, რომ ერთმანეთს რო დაკარგავთ, ან ხო, ახლა გემალებათ თქო ესე დავიწყე საუბარი და მაგრამ აშკარად არის აქ მოწონება. ან იქნებ იმას ფიქრობს, რომ თქვენ გაქვთ გრძნობა და ნახეთ, მე ვერაფერს ვერ გთავაზობ, სანაცვლოდ დავუშვათ და ხო, თქვენ რაც გინდათ ახლა სანაცვლოდ ვერ გთავაზობ ვერაფერს და ამიტომ მე არ ვიქნები სწორ რომ შენთან ესე კომუნიკაციაში და ურთიერთობაში გამოვიდე. სხვა ვინმესთან ხარ ურთიერთობაში, მაშინ ეს ვკითხოთ სხვასთან. მანქანები უყვარს ამას. ბევრი მანქანები ყავს, ან ბევრი რაღაც შეცვლა უწევს ხშირად, ან რაღაცა ესეთი თემა, ხო? სხვა ვინმე არა. ეს მრავალ ურთიერთობაში ყოფილა მართალია, მაგრამ როგორი რაღაც არის, იცი, ახლა რომ ოფიციალურად ვინმესთან იყოს, ესეც არ არის. ესეც არ არის. რატომღაც მანქანებზე აქვს აქცენტი ამას და ესე გამოვიდა, შეიძლება ხელოსანია, ან რაღაცა ყიდვა-გაყიდის სფეროში არის. აიცი, ამერიკაში თუ ახლა ეს გამოდის, ეს გზა არის, ხო, რაღაც შეიძლება იქიდან ჩამოყავს, ან რაღაც მოძრაობა უწევს, რატო ახსენი ამერიკა არ ვიცი, მაგრამ ალბათ უფრო მაქედან რომ ჩამოყავთ არ ვიცი ამერიკა რატო ახსენი, თუმცა აშკარად ეს არის სხვა გზა, მაგრამ სწრაფი გადაადგილება, სწრაფად გადაზიდვებ, რაღაც ესეთი არის რამე. აქ მე ოფიციალურ ურთიერთობას და რაღაცა ვინმესთან იყოს, არ დროებით ურთიერთობაში მაინც ხარ ვინმეს, რაღაცა ესე ამ წუთში არა, ვიღაცამ აქ კარგად იმას კდა. გზები ჩაუკეტა კიდეც და ურთიერთობაში ეს არ არის, უარი უთხრა შეიძლება მის მასასურველმა ქალბატონმა. მოკლედ მიგდებული არის და ესე რომ ვთქვათ, ცდილობს ესე რაღაცა თავის სტიქიაში თავის საქმეებს, მოდით ჩემს საქმეებს მიხედო, ასეთ ენერგიებში არის ამ წუთში ეს. კარგი, კიდე რას გვეტყოდი, აბა როგორ ვიცი, რა ვაკითხო. კარგი, რამეს იმოქმედებ მაინც.
თუ იმედი მოეცემა იმის რომ თქვენგან დავუშვათ იქნება ფული, შეიძლება გამოვიდეს კონტაქტზე, ან რაღაც ესეთი შეგიძლიათ მის დახმარება, აი როგორ არის იცით, ამას იგრძნობს ან ტელეპათიური კავშირი იქნება თქვენ შორის, ძალიან თუ გენდომებათ თქვენ, ხო? ის შეიძლება გამოიყვანოთ რაღაც კონტაქტზე მომენტალურად ერთჯერადად, ხო, ეს ყოველთვის არ ჭრის რომ იცოდეთ. ერთი ადამიანი შემოვიდა ჩემთან კონტაქტზე გამოსაყვანიო რამეო თუ იციო და აზრი არ აქვს, მეთქი პირდაპირ ესე ვუთხარი манипуляციას თუ გააკეთებ რამე სერიოზულში, აზრი არ აქვს, მეთქი და აი მე რატო არა აქვს აზრიო, მე რაღაცაო შევიძინეო, ანუ ვიღაცას გაუყიდია რიტუალი თითქოს კონტაქტზე გამოსაყვანი და მთელიო Facebook-ი ჩართული ვარ, კაცო, მაგაშიო გოგოებიო, ესეო გამოვყავსო კონტაქტზე, მაგრამ ამ ბოლო დროს არ მუშაობს რაღაცაო. ვინმე რამე ხო არ გააკეთა ესეთ რაღაცა და ადამიანმა ვერ მიხვდა რა ვუპასუხე. ნახე მე ხო არ ვიცოდი ეს რა ქონდა მას შეძენილი თუ რაღაცა. პირდაპირ ვუთხარი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის ენერგია უკვე დახარჯული იყო, რაც დავუშვათ გაჭირების დროს ან უკიდურესა და რაღაცა დროის რაღაცა ძალიან რო ადამიან მართლა გინდა რომ დაეკონტაქტო, ხო არის ესეთი მომენტები, ეს რესურსი გამოყენებული ქონდა მას, სინამდვილეში რიტუალი კი არ იყო და ეს ყოველთვის ხდება ასეთი ენერგიის, მოდი ასე ვთქვათ, გაშვება და ტელეპათიური დაკავშირება ადამიანთან, მაგრამ როდესაც არ ხარ ნახეთ პროფესიონალი, როდესაც არ ხართ ამ საქმეში, ეს გაჭრის ერთჯერადად, ორჯერადად, გაიჯანდება სამჯერადად. ხო, იმიტომ რომ მთელი მარაგი რესურსი იწურება შემდეგ და დავუშვათ იმხელა მონდომება, იმხელა ენერგია აღარ ყოფნით ენერგია ადამიანი რო გამოიყვანოთ კონტაქტზე. აქ რიტუალი არაფერ შუაში არ არის. ამიტომ უთხარი, მე манипуляციები თუ რაღაცები ხა დავიწყო აქ ჯერდი, უნდა გადაიხადა ფული, რაღაცა 80 ლარად შეუძინია, ისე იგი 80 ლარად ახლა დიდი ბუდეში თქვენთან მე ერთი სანთელი სანთებაც არ მიღირს და დროის დახარჯვაც, ხო? ხო და ვიწვალო აქ და აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ამოწურული იყო ყველა რესურსი. ნუ არ ვიცი, როგორ გაიგებთ თუ არა მას, მაგრამ ესე არის. და ასეთ манипуляციებს აზრი აღარ აქვს. ეს არის უკვე ჯათო და რაღაცა манипуляცია, მაგრამ არ არის სასურველი ზოგადად, მაინც. ხო და ვერ მიხვდა ადამიანმა აზრი არ აქვს და ნუ ესე ვთქვათ შემეწინააღმდეგა. ნუ რა თქმა უნდა, ახლა მეტი არაფერი არ მითქვი ამისთვის, კარგად იყავი დაუმშვიდობე, მისი ჭიდაობის ნერვი და თავი ნამდვილად არ მქონდა. ხანდახან არის რომ რაღაცა განმარტებას ვაკეთებ, მაგრამ უმეტესად პასიური ვხდები უკვე თანდათანობით კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ კარგით რა, ესეთ ხალხს მე ვფიქრობ რომ კარგია რომ შეიძინა ის რაღაც რიტუალი, კიდევ უნდა შეიძინოს და უნდა ხარჯოს ესეთებმა, მოკლედ, რა ვიცი, მაგისთვის არიან ზუსტად. არ ღირს უბრალოდ, არც ახსნა და არც არაფერი. ერთს რომ მეტყვი და ვეღარ გაიგებს. ამ დასკვნამდე მივედი უკაცრავად, მაგრამ გაითვალისწინეთ ესეც, გასათვალისწინებელი არის. გისურვებთ წარმატებებს, დაგემშვიდობებით, იმედია ეს ინფორმაცია ვიღაცას გამოდგა დროებით.